თბილისში გაიხსნა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი, რომელსაც დაესწრო ჩვენი ჟურნალისტი ანი ჯამაგიძე და ახლა ვნახოთ სიუჟეტი. 4 წლიანი იდოლებითი პაუზის შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი 1997 წელს მსოფლიო ლიდერის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალების ედინბურგის, ადელაიდის, პერდის, მელბურნისა და მათი ლეგენდარული დირექტორების გადაწყვეტილებითა და უშუალო მონაწილეობით დაარსდა. ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ყავს ძალიან საპატიო სტუმრები. ნაწილი პეტერბურგის მთელი დასი ემზადება 8 საათზე სპექტაკლის სათამაშოდ რუსთაველის თეატრში. სტას ნამინი, დიმიტრი კრიმოვი, ალექსანდრა ბურატაევა, ჩვენი სპონსორი ერთ-ერთი, რაც თავი ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოს დაგლას ვუდი. ისინი აქ არიან უკვე და აი ჩვენ გულშემატკივრებთან ერთად, თქვენთან ერთად დღეს საზეიმოდ გაიხსნება ფესტივალი საჩუქარი. მე ვიმედოვნებ, რომ ეს 2 კვირა ჩვენ ვაჩუქებთ ქართულ მაყურებელს ძალიან საინტერესო წარმოდგენებს და ვეპატიჟები ყველას. ეს იყო პირველი დიდი თეატრალური ფესტივალი, რომელიც გაარსდა საქართველოში და თბილისში. ამ ფესტივალში გასულება დიდი მაესტროს მიხეილ თუმანიშვილის სახელი და ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ და ზედმეტად 3 წლიდან მთავრობის ხელშეწყობით ფესტივალი აღსდგა. ფესტივალი მიხეილ თუმანიშვილის მეგობარმა რეჟისორმა პიტერ ბრუკმა გახსნა. საღამოზე შედგა რეჟისორ თორნიკ ბზიევას ფილმის პრემიერა, რომელიც ფესტივალის დაბრუნებას ეძღვნებოდა. Наши страны ссорились, как глупо не звучит. რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს პოლიტიკოსების ჩხუბის გამო აქამდე ვერ ვახერხებდი ფესტივალზე ჩამოსვლას. თბილისი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს მიშა თუმანიშვილის ნამდვილი ჯადოქარია. რეჟისორები ბევრია, ჯადოქრები კი ცოტა. Специальное что-то. Режиссеров много, а волшебников очень мало. თეატრალური ინსტიტუტში სასწავლობდი ბატონ მიხეილთან. მე წავედი მოსკოვში სასწავლებლად და უნდა გითხრათ, რომ მე არაფერი აღარ ვისწავლია ჩემი პროფესიით. ეს იყო ადამიანი, რომელიც გაძლევდა ზოგადი რეჟისურის საფუძველს. ჩვენთვის დიდი პატივია ფესტივალზე ჩამოსვლა. მოსკოვში ის ძალიან პრესტიჟულია. ჩვენი ჯგუფის კონცერტი 16 ოქტომბერს ძველ ქალაქში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ძველი და ახალი ხიდები. დასწრება თავისუფალია. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის ქართულ და რუს ხელოვანებს გადაეცათ. პირველი ინდივიდუალური პრიზია, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმიღია საქართველოს სახელმწიფოს ჯგუფად. და პირველად არის, რომ მარტო მე, ესე იგი, მაძლევენ, ესე იგი, ეს არის აღიარება. და ძალიან გახარებული ვარ. მე ბევრი პრიზის, ასე ვთქვათ, მფლობელი ვარ, მაგრამ ეს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩემ პედაგოგს უკავშირდება, ძალიან დიდ მაესტროს, ბატონ მიხეილ თუმანიშვილს და მე არაერთხელ მითხოვს, თუ კი რამეს წარმოვადგენ და აი ისეთი როგორც ვარ და რაც გამიკეთები, ეს ყველაფრით მას ვუმადლი და ამას ვერაფრით ვერ დავიწყებ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზია. ფესტივალის გახსნა რეჟისორ პიტერ ბრუკის სპექტაკლით კოსტუმი დასრულდა. ქმარი ოჯახური ხალატის მომსწრე ხდება. სახლიდან გაქცეულ საყვარელს კი კოსტუმის საწოლო ოთახში რჩება. ქმარი დასაჯელად ცოლს აიძულებს, რომ კოსტუმს სტუმარივით მოეპყროს. ასე ხდება კოსტუმი ცოლქმრის ხალატის სიმბოლო. ეს არის დიდი რეჟისორის, გენიოსი რეჟისორის გაკეთებული ძალიან სადამწირი შესაძლებლობებით, დეკორაციის თითქმის არ ქონით, სამსახიობო ანსამბლიც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ძალიან ახალგაზრდური და ვიტყოდი, რომ სისადავეში იყო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანური, ფსიქოლოგიური მომენტები. თვითონ ის რომ ხარ პეტერბურგის სპექტაკლი და უყურებ მის ნამუშევარს, ეს უკვე ემოციას იწვევს, უკვე მზად ხარ ამასთვის და უცებდეს ძალიან საკმაოდ დაკონექტორებული სპექტაკლი იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და მისიამოვნო და მიხარია, რომ ჩვენ ქართული გვაქვს საშუალება ეს სიამოვნება მივიღოთ. ფესტივალი 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სულ 30-მდე თეატრალური და მუსიკალური სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.